დღეს დაგახატინებთ ეკლესიას. პირველ რიგში გავუსვათ ესე ხაზი, რაზედაც დგას ეკლესია და დაახლოებით მოვხაზავ აი ესეთ მართკუთხედს, რაშიც უნდა ჩავატიო. ცოტათი, მომიწევს გადიდება ხატვის პროცესში და გადაცდენა ამ ხაზებზე, მაგრამ ძირითადი ზომა მაინც აღებულია. დიდი სიზუსტით არ ვაგებ პერსპექტივაში, უფრო თვალით ვხატავ, თუმცა ძირითად მიმართულებებს მაინც მოვნიშნავ. თუ გაინტერესებთ პერსპექტივაში აგება როგორ ხდება, დამიკომენტარეთ და აუცილებლად აგიხსნით, როგორ შეიძლება ჰორიზონტის ხაზის მიხედვით დახატოთ სწორად შენობები. ან სხვადასხვა დავუშვათ ნივთები. დააპაუზეთ თუ ჩქარია ვიდეო და უბრალოდ ეცადეთ, რომ გაიმეოროთ იგივე, რასაც ხედავთ. თანდათან, თან პარალელურად რომ ვხატავ სახურავებს, ვამუქებ, რომ თან აქცენტი მქონდეს სად რა არის და თვალისთვისაც უფრო სასიამოვნო იყოს ხატვის პროცესი. და როგორც ხედავთ, მომიწია ქვემოთ მიწის ჩამოწევა, რადგან სიგრძეში გაზრდა მომიწია. შემდეგ გადავდივარ აი მონაკვეთში, უკვე აქ მივამატებ სახურავებს, ყურადღებით დააკვირდეთ დახრები როგორ მიმართულებით არის. შემდეგ დაიწყებთ დაშტრიხვას, ვისაც გსურთ გააფერადეთ, შეგიძლიათ დატოვოთ მხოლოდ შავ-თეთრში. თანდათან ვამუქებ ყველაფერს, როგორც ხედავთ, აქცენტებს ვაკეთებ და დავხატე თვითონ ქვედა მონაკვეთიც, დავშტრიხე უფრო მუქად, ზოგადად ქვედა მონაკვეთი უფრო ყოველთვის მუქი უნდა იყოს, რომ ნახატს მიენჭოს სიმძიმე და ანუ ასეთ შემთხვევაში ნახატი არის მძიმე და მყარი. გამოიწერეთ ჩემი არხი, რომ არ გამოგჩეს ვიდეოები.